წარმოიდგინე, 2027 წლის ბოლოს მიუნხენში ტაქსს გამოიძახებ, მანქანა მოვა, მაგრამ საჭესთან არავინ დაგხვდება. ეს უკვე რეალური გეგმაა. ალფაბეტის შვილობილი კომპანია Waymo გერმანიაში შემოდის და ევროკავშირში პირველ რობოტაქსის სერვისს სწორედ მიუნხენში ამზადებს. ჯერ ქალაქში სრულად უმძღოლო მანქანებს ვერ ვიხილავთ. 2026 წლის უახლოეს კვირებში ქუჩებში სპეციალური სენსორებით აღჭურვილი ელექტრომობილები გამოვლენ, მაგრამ საჭესთან მომზადებული სატესტო მძღოლი იჯდება. ისინი მაღალი სიზუსტის რუკებს შექმნიან, შეისწავლიან ველობილიკებს, ტრამვაის ხაზებს, რთულკვეთებს და სისტემას მიუნხენის მოძრაობაზე მოარგებენ. თუ ტესტები და ნებართვების პროცესი წარმატებით დასრულდა, 2027 წლის ბოლოს მგზავრები მანქანას უკვე მძღოლის გარეშე გამოიძახებენ. საუბარია მეოთხე დონის ავტონომიურ მართვაზე, განსაზღვრულ ზონაში ავტომობილი თავად იღებს ყველა გადაწყვეტილებას. პირველ ეტაპზე Waymo მცირე რაოდენობის სრულად ელექტრული Jaguar I-Pace გამოიყენებს. სერვისი დღე-ღამის განმავლობაში უნდა მუშაობდეს. დაგეგმილ ზონებში შედის მიუნხენის ცენტრი, მაქსპორშტადტი, შვაბინგი, ჰაიდჰაუზენი, ბოგენჰაუზენი, ლაიმი და სხვა რაიონები. აეროპორტი სამომავლო გეგმაშია, თუმცა დაწყების თარიღი ჯერ უცნობია. ერთ-ერთი საინტერესო ფუნქცია SafeExit-ია. მანქანა მგზავრს კარის გაღებას არ ურჩევს, თუ გვერდით ველოსიპედისტი მოდის. ასევე მნიშვნელოვანი იქნება ზამთრის გამოცდები, თოლმა და ყინვამ კამერებისა და ლიდარის მუშაობა არ უნდა დააზიანოს. გერმანიის კანონით საჭირო იქნება ტექნიკური ზედამხედველობაც. ანუ მანქანებს 24 საათიანი დისტანციური მხარდაჭერა ექნებათ, თუმცა Waymo-ს ჯერ არ უთქვამს, გერმანიაში საკუთარ საკონტროლო ცენტრს გახსნის თუ პარტნიორს გამოიყენებს. ფასი და დაჯავშნის მეთოდიც ჯერ უცნობია. შესაძლოა მხოლოდ Waymo-s API იყოს, ან Uber-სა და Freenow-სთანაც ითანამშრომლონ. კომპანიის განცხადებით, მისმა მანქანებმა ამერიკაში 350 მილიონ კილომეტრზე მეტი გაიარეს და 20 მილიონზე მეტი ფასიანი მგზავრობა შეასრულეს. მთავარი გამოცდა ახლა ევროპული ქალაქია, შეძლებს თუ არა რობოტაქსი მიუნხენის მოძრაობას, ველოსიპედისტებს და ზამთარს უსაფრთხოდ გაუმკლავდეს. შენ ჩაჯდებოდი მანქანაში.